გიორგი ბაჩაშვილმა სასამართლოს ხდომის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ის აქციებს აფინანსებს აბსურდულია. ბაჩაშვილმა აღნიშნა, რომ ის აფინანსებს ფონდებს, რომელიც ეხმარება აქციაზე დაშავებულ პირებს და ასევე მათ, ვინც აქციების გამო პოლიტიკური ნიშნით სამსახური დაკარგა. აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს. მე არ ვიცი როგორ დავაფინანსო აქციები, არ არსებობს ეს მექანიზმი, ანუ იქ არავის არც ხელფასი ეხდება იმ მონაწილეობაში და არც რა ვიცი, არც მიკროფონი არაფერი არ არის. რა დაფინანსება უნდა აქციას? ხალხი პროტესტი ვისაც აქვს, ხალხი გამოდიან და თავის ფასეულობებზე დგანან, თავის ფასეულობებისთვის და თავისი დემოკრატიისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. რა დაფინანსება უნდა, ამას ვერ გავიგე. უბრალოდ სახელმწიფო, რომელიც არეპრესირებს იმ ხალხს, რომელიც ცემს და რომელიც საშინელ მდგომარეობაში ამყოფებს ხალხს, ვინც თავისი ფასეულობების გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარებ. ტელევიზიით და საჯაროდ არ განვაცხადებ, რომელ ფონდებს ვაფინანსებ. გარწმუნებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფონდები და მე სხვანაირი ფონდები არც ვიცი, რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს. დაზარალებულ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოუშვეს სამსახურებიდან. მე ამ ფონდებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან მიმდინარეობს ზეწოლა ყველა მიმართულებით. მე არ მინდა, რომ ჩემი დახმარება გახდეს ვიღაცაზე ზეწოლის მიზეზი.